ქრისტე დაიბადა დიდება მას. 7 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის შობას ზეიმობს. უდიდეს საუფლო დღესასწაულს ქვეყნის მოქმედი ტაძრების უმრავლესობა ღამის თევის მსახურებით შეეგება. საღმრთო ლიტურგია ეკლესიებში შობის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე დაიწყო და დილამდე გაგრძელდა. გალობით, ლოცვითა და უფლისდიდებით აღინიშნა ქრისტეს შობა გურჯაანის სამების სახელობის ტაძარში. ტრადიციულად საზეიმო წირვა მამა ილია მაღავლინა და მრევლს ქადაგებით მიმართა. ტაძრის წინამძღვარმა შობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და უფლის შობა სრულიად სამყაროს ამბიონიდან მიულოცა. მოძღვრის განმარტებით აუცილებელია ყველა მორწმუნეს გულში იშვას იესო და სიყვარული. გილოცავთ ჩემო ძვირფასები, დღევანდელ დღეს, ამ ულამაზეს დღეს რომელს დღესაც დაიბადა ხსნელი კაცობრიობისა, მზე სიმართლისა, ესე ეძახიან წმინდა მამები მაცხოვარს და ესე ვკითხულობ წმინდა წერილებშიც, მე დავითნე რო კითხულობს. მზე სიმართლისა, ანუ ნათელი მოფინა მაცხოვარმა ჩვენ ცხოვრებას. დაგვანახა, რეალურად დაგვანახა, თუ ვინმეს აინტერესებს, რა თქმა უნდა, ეხლა რომ დაინახოს, მაცხოვარი ყოველთვის ეხმარება. ირექტეთ და გაგეღოთო, ხო? მაცხოვარი ყოველთვის ეხმარება. დღეს ადამიანი უნდა უყურადებდეს თავის გულს. მას გულწრფელად სურს, რომ ის იყოს ქრისტესთან თუ არა. თუ შენ გულწრფელად გსურს, რომ იყო ქრისტესთან, ქრისტე შენთან იქნება და შენ გულში დაიბადება. თუ არა და შენი ესეთი დამოკიდებულება, ზერელე დამოკიდებულებით ვერაფერს ვერ მიაღწევს ადამიანს. ტყუილია. იწვალებს, მაგრამ ქრისტე მოვიდა და რა მოგვიტანა? აი რატომ არის ქრისტე? რატომ ზეიმობთ ქრისტეს შობას? რა მანამდე რა არ დაბადებულან დიდი ცნობილი პიროვნებები, ადამიანები, მეფეები, წარჩინებული ხალხი, პროფესორები, აკადემიკოსები? დაბადებულან და მართლაც თავისი რაღაც წვლილი შეუტანია ცხოვრებაში, მაგრამ ყველაზე მთავარი, რაც ქრისტემ ჩვენ მოგვიტანა, ეს არის ის საბოლოო მიზანი, რომელიც ყველაზე მაღლა დგას და ყველასთვის აუცილებელია. ეს არის სიყვარული. რითაც ჩვენ უნდა წარვსგეთ ღვთის წინაშე. სიყვარული არის თვითონ ღმერთი. ამას იძახის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი რელიგია. სხვა რელიგიებიც იყო ადრე. კერპთაყვანისმცემლობა იყო ათასნაირი მიმდევრობები, მაგრამ არავის არ აქვს, დღესაც ესია, მაგრამ არავის არ აქვს ნათქვამი ესეთი სიტყვები, რომ ღმერთი არის სიყვარული. აი ეს მოგვიტანა, აი ეს დაგვანახა და ამით შეცვალა ადამიანი და აქედან დაიწყო ახალი ერა. აი ეს მოგვიტანა ქრისტემ, ამიტომ არის ქრისტე დიდი. და მოვიდა არა მართლებთან, ხო იძახის კიდევაც, მე მოვედიო არა მართლებთანო, ანუ დიდებულებთან და მართლებთან, არამედ მოვედი ცოდვილთან. რათა გამოვიყვანო და გავხსნაო ცოდვისაგან. და ეხლა როგორი სიტუაცია იცით დღეს ჩვენ კი ვიძახით რომ ქრისტიანები ვართ, ისია, მაგრამ მაინც ტკივილია იცით გულში რომ აი ის ქრისტიანობა, რომელიც ქრისტიანობაც უნდა იყოს და მართლა გული ანთებული უნდა ქონდეს ადამიანს, ხო? არ ჩანს ეს გული ანთებული რა. და სიყვარული რა არის? სიყვარული რა არის? მარტო სიტყვა კი არ არის. სიყვარული ის არის, რაც თვითონ თქვა და პირველი თვითონ აღასრულა, წავიდა და ჯვარზე გაეკრა ჩვენი გულისთვის. აი ეს არის სიყვარული, თავდადება და სხვერპლის გაღება, სხვერპლის შეწირვა. აი ეს არის სიყვარული. და აი ეს მოგვიტანა ქრისტემ. დღეს 7 დეკემბერს ძველი რომაელები ზეიმობენ მიტრის დღეს. 7 იანვარი. ეს 7 იანვარი ძველი კალენდრით 25 დეკემბერი და 25 დეკემბერს ძველი რომაელები მიტრის დღეს აღნიშნავდნენ. ეს არის ნათლის მატების დღეს, ნათელი როცა იმატებს.
ის დღეა და დღესაც უყურეთ როგორი მდგომარეობა დღესაც ჩვენ ქრისტეს შობას ვზეიმობთ და გვიხარია რომ დღევანდელ დღეს ქრისტე მოევლინა დედამიწაზე და ნათელი მოფინა ჩვენ ცხოვრებას ნათელმა იმატა ჩვენ ცხოვრებაში აი ეს დღეა და ასეთი დიდებული დღეა და ყველა ქრისტიანი უნდა იყოს როგორი იცი ახლა არ უნდა გაცვალო ქრისტეს შობა ახალ წელიწადში აი ეს შექმნილი ზეიმი რა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაცვალო ამაში რა თუ ამაში შენ ცვლი ბევრი რამე მთავარი გაკლია რა ქრისტეს სიყვარული გაკლია და ქრისტეს სიყვარული რო გაკლია მოყვასის სიყვარულიც გაკლია იმიტომ რომ თვითონ გვეუბნება რომ გიყვარდეს მოყვასი შენ ვითარცა თავი შენ აი ესე უნდა ვიცხოვროთ ჩვენ ჩემო ძვირფასებო რომ ჩვენს სიყვარულში პირველი და მთავარი იყოს ქრისტე და უნდა ვიმოქმედოთ ისე როგორც ქრისტე გვასწავლის შობის აღსანიშნავად გურჯაანის სამების სახელობის ტაძარში უამრავი მომლოცველი შეიკრიბა. უდიდეს საუფლო დღესასწაულს ისინი ერთმანეთს ულოცავდნენ და უფალს მადლობას სწირავდნენ. კაცობრიობისთვის ამაზე უმნიშვნელოვანესი დღესასწაული აღდგომის გარდა არ არსებობს. ქრისტე იშვა ჩვენთვის დღეს თუ გადარჩენილები ვართ ამ სამყაროში ეს არის ჩვენი მართლმადიდებლური ქრისტიანობა და მე უსურვებ ყველა ადამიანს, ვინცაც ჯერ კიდევ გულში არ შეუშვია ქრისტე, შეუშვას ღრმად ჩაისუნთქოს და სულ თავისთან ყავდეს. ტრადიციულად წელსაც წირვის დასრულების შემდეგ გურჯაანში ალილო გაიმართა. ღრმა იესოს დაბადება მამავაჟამ ქალაქის მოსახლეობას ქრისტეს მახარებლებთან ერთად აცნობა და მიულოცა. ალილო და როგორც ცნობილი ალილოს ტრადიცია მივიწყებული იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით კი 2 ათეულ წელზე მეტია აღსდგა. ყველას გილოცავთ შობის დიდებულ დღესასწაულს სრულიად საქართველოს და უნდა გვახსოვდეს რომ რამხელა მსხვერპლი გაიღო უფალმა დაიბადა იმიტომ რომ ჯვარზე გაეკრას და ჩვენს გამოსახსენად ჩვენს თავისუფლებად გასათავისუფლებად და ჩვენ როგორც პავლე მოციქულმა ბრძანა აღარ ვართ ცოდვის ტყვენი არამედ თავისუფლები ვარ და ჭეშმარიტი თავისუფლება არის ქრისტეში და მთელ საქართველოს და საქრისტიანოს გისურვებთ ქრისტეში ჭეშმარიტ ნამდვილ თავისუფლებას. ერთმანეთი გვიყვარდეს, ერთმანეთს ვემსახუროთ, რადგან უფალმა მოგცა ამის მაგალითი, რომ უპირობოდ გვემსახურა თავის თამდაბლობით განკაცდა და ჯვარზე გაეკრა. მოვიდა, იმიტომ რომ გვემსახურა. ჩვენც ერთმანეთს უნდა ვემსახუროთ და გვიყვარდეს ერთმანეთი. საზეიმო მსვლელობა შეუერთდა ადგილობრივი ხელისუფლებას. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა შობის მახარებლებს სადღესასწაულო ნობათი გადასცა. გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ულოცავ სრულიად საქართველოს ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს დღევანდელი დღის მადლიდაძალი ეწეოდეს. შობა არის სიყვარულის, სიკეთის, რწმენის, იმედის დღესასწაული. უსურვებ მთელ საქართველოს ყველა ოჯახში, ჩვენს გულებში დაესაკუთრებინოს ადგილი სიკეთეს, სითბოს, იმედს შობის მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს. ქრისტეს მახარებლებს გურჯაანელები განსაკუთრებული ემოციებით ხვდებოდნენ. მსვლელობის დროს შეგროვდა შემოწირულობაც. ტრადიციად იქცა უკვე უწმინდესისა და უნეტარეს ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ალილოს საზეიმო მსვლელობა. აი მსვლელობაში გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიაც უერთდება ყოველთვის. წელსაც აი როგორც ხედავთ არაჩვეულებრივი ენთუზიაზმია საზოგადოებაში და შობის სტრობარ კონდაკებში ჩვენ ასე ვკითხულობთ რომ შობა შენ მან ქრისტე ღმერთო ნათელი აღმოუბრწყნა ყოველ სასოფელსა. მეც უსურვებდი სრულიად საქართველოს რომ მადლის სინათლით, ღვთიური სინათლით იყოს ჩვენი გულების ავსე. შეგროვილი ნობათი პატრიარქის კურთხევით ტრადიციულად სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგდება.